გამარჯობა. ამ ვიდეოში მინდა გავაკეთოთ desktop აპლიკაცია Python-ით. მე მინდა რომ გავაკეთოთ კალკულატორის აპლიკაცია. მაგრამ თავიდან ამ ვიდეოში უშუალოდ ჩვენ არ გავაკეთებთ ამას. მე მინდა რომ ჯერ ტუტორიალი ეს ვიდეო იყოს ტუტორიალი, ხო, სადაც გასწავლით ესეთ რაღაც როგორ გესწრება და მეორე ნაწილში შევქმნით უშუალოდ კალკულატორის აპლიკაციას. კარგი, მოდი, პირველ რიგში ჩვენი პროექტებისთვის შევქმნათ რაიმე ფოლდერი, მაგალითად შევქმნათ Python projects, ესე დავარქვათ. შევიდეთ ამ ფოლდერში და შეგნით გავაკეთოთ რაღაცა, მაგალითად project 1 ფოლდერი, მე გავაკეთებთ project 2 და ასე შემდეგ, ხო? კარგი, ჯერ გქონდეს ეს project 1 და ამაში შიგნით შევქმნათ ფაილი სახელად რეალურად როგორც გითხარით calculator.py-ს გაკეთება გვინდა, მაგრამ დღეს მოდი დავარქმევ tutorial.py-ს. კარგი, ეხლა იმისთვის რომ ჩვენ Python-ის desktop აპლიკაციები შევქმნათ, გვჭირდება სპეციალური ბიბლიოთეკის გამოყენება. ჩაშენებულად, ქარხნულად Python-ში ასეთი რაღაც არ აქვს, ამიტომ დეველოპერებმა, სხვა დეველოპერებმა შექმნეს ბიბლიოთეკები, პეკეჯები, ძალიან ბევრი არის ესეთი Python-ში, 60000-ზე მეტი ბიბლიოთეკა არის. ერთ-ერთი არის, რომელიც desktop აპლიკაციების გაკეთებაში დაგვეხმარება ჩვენ. ამ ბიბლიოთეკას ეწოდება ეს PySimple-GUI. ეს არის მისი სახელი. და აქ არის დოკუმენტაცია. ამ დოკუმენტაციაში რო შევალთ, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მაგალითად ნახოთ როგორ უნდა ელემენტებში შევიდეთ და დავუშვათ ღილაკი. როგორ უნდა გავაკეთოთ ღილაკი? რაღაცა დავუშვათ ესეთი ღილაკი როგორ უნდა შევქმნათ. დავუშვათ ესეთი ვერსია და მე ესეთი ჩამონქებული ვერსია, ხო, რომელსაც ვერ აჭერ თითს და რომელსაც აჭერ. რაღაცა ესეთი კოდი უნდა დავწეროს თურმე, მაგრამ აქამდე მოდი მივიდეთ. ჯერჯერობით მოდი გავყვეთ პატარა ტუტორიალი გვაქვს აქ writing PySimple-GUI applications და ამაში რომ გადავხვიდეთ, ნახეთ დახატული გვაქვს ესეთი რაღაცა. ესეთ რამეს გავაკეთებთ ჩვენ desktop ვერსიას. მოდი შევხედოთ, ხო, რა არის აქ. ნახეთ, ეს არის აპლიკაციის სახელი. Enter a number example. აქ გვაქვს ეს მინუსი, თუ არის ქვედატირე და ის ხო, ჩაგეცვის 4 გადიდების და x. კიდევ ერთი ტექსტი გვაქვს, enter a number. მაგის ქვეშ გვაქვს ესეთი ბოქსი, სადაც მომხმარებელი ჩაწერს რაღაცას და მე გვაქვს OK. ჯერჯერობით არაფერი საინტერესო, მაგრამ მოდი ეს მინიმალური აპლიკაცია როგორ კეთდება, ეგ ვნახოთ. შემდეგ გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ PySimple-GUI-ში შექმნილი აპლიკაცია, როგორც დაყოფილი სექციებად. ეს არის პირველი სექცია, ეს არის მეორე სექცია. ამ პირველ სექციაში გვაქვს enter a number-ი, მეორე სექციაში ეს input-ი, ეს box-ი, სადაც მომხმარებელი წერს რაღაცას და მესამე სექცია არის ეს OK ღილაკი, სადაც არის. ხო, რიგი პირველი, რიგი მეორე, რიგი მესამე. კარგი. და შემდეგ ნახეთ sg.text, ესეთი რამე გვაქვს. და აქ წერია enter a number. ანუ თურმე sg-ს ჯერჯერობით რომ მიაქცევთ ვატაბაზე, ეხლა ვიგეტყვით ეგ რა არის. ნახეთ, რაღაცა text მეთოდი არის და მაგას ფრჩხილებში რომ დავუწერთ enter a number. აბა ნახოთ, სად არის ეს enter a number. აქ enter a number. ანუ ჩვენს აპლიკაციაში, ჩვენს desktop აპლიკაციაში ეს ტექსტი დაიწერება enter a number. Input-ისთვის გქონია input მეთოდი. მაგას რო დავწერთ, ესეთი კვადრატი, ესეთი მართკუთხედი დაიხატება, რომელშიც შეიძლება რაღაცების შეყვანა. და OK ღილაკისთვის გვაქვს ესეთი. OK. კარგი. შემდეგ გვაქვს მოცემული ესეთი რამე. მაგრამ მოდი მანამდე გეტყვით, როგორ უნდა შემოვიტანოთ ჩვენ VS Code-ში ეს ბიბლიოთეკა. თურმე ესე უნდა შემოვიტანოთ. ნახეთ, import, ხო, იმპორტირებას ვუკეთებთ, შემოგვაქვს PySimple-GUI და შემოგვაქვს როგორც SG.
ანუ ეს სახელი რო არ ვწეროთ ჩვენ ყველა ჯერზე, როცა რამე მეთოდი ან ფუნქციონალი გვინდა, რომ გამოვიყენოთ, ხო? ჩვენ შეგვიძლია რომ ის შევამოკლოთ და მოკლედ ეს ბიბლიოთეკა შემოვიტანოთ აი ამ სახელით. და შემდეგ უკვე სადაც მე დამჭირდება ამ ბიბლიოთეკის გამოყენება, ყველგან დავწერ აი sg text. ანუ აქ რო sg რომ არ შემოგვეტანა, მაშინ მოგვიწევდა დაგვეწერა მთელი აი ეს სიტყვა ყველა ჯერზე. Python GUI წერტილი text და მე რაღაცა, ხო? მე ისო Python GUI წერტილი input და მე შემოვიტანეთ ეს ორი სიმბოლო t. ანუ ესე გამოვიყენებთ და მოვიხსენიებთ ხოლმე მას ჩვენს კოდში. მაგრამ ნახეთ, მე არ შემოვიტან ახლა აი ამ Python GUI-ს ამ სახელით, იმიტომ რომ მისმა დეველოპერებმა ის ბიბლიოთეკა გახადეს ფასიანი და უფასო ვერსიაში რაღაც შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს, თუმცა ერთ-ერთმა დეველოპერმა შექმნა მაგალითად ამ Python GUI-s უფასო ვერსია და დაარქვა მას Free Simple GUI და გვაძლევს საშუალებას, რომ ის დავაიმპორტოთ ჩვენს VS Code-ში და გამოვიყენოთ, ან რეალურად Python GUI-s ვიყენებთ, თუმცა ვაიმპორტებთ Free Simple GUI-s. ახლა გაჩვენებთ რა ხდება. ანუ ჩვენ აქ დავწერთ import Free Simple GUI. და მოდი შემოვიტანოთ ის როგორც SG, როგორც Simple GUI შემოკლებით. ანუ ეს არის შეთანხმება, ბევრი Python-ის დეველოპერი, ვინც ამ ბიბლიოთეკას იყენებს, ყველას ის შემოაქვს როგორც SG და ჩვენც გავყვეთ მაგ რეკომენდაციას. ეხლა საიდან მოიტანეს Python-ის დეველოპერებმა, რომ ეს შემოიტანონ როგორც SG, ხო? აი აქედან თვითონ, რა ვიცი, დოკუმენტაციაში ვეუწევენ ამას რეკომენდაციას, ამ ბიბლიოთეკის შემქმნელები და უბრალოდ მიუყვებით აი ამ სტანდარტებს, ასე ვთქვათ, ხო? თორე შეგვიძლია სხვანაირად შემოვიტანოთ რაღაც სხვა სახელით, რაც გვინდა იმას დავწერთ მანდ. კარგი, მაგრამ ნახეთ, მე რო ეს დავწერე, ესეთი ყვითელი დაკრაკნილი ხაზები გაჩნდა მის ქვეშ. რაც ნიშნავს იმას, რომ მე არ მაქვს ეს დაინსტალირებული ჩემს კომპიუტერში. ამიტომ ეს კოდი რო გავუშვათ ახლა ჩვენ, ნახეთ როგორ შედეგს მივიღებთ. No module named Free Simple GUI. ესეთი რაღაცა არ არსებობსო, გვეუბნებიან. ამიტომ მოდი დავაინსტალიროთ ის ახლა ჩვენ. ნახეთ რას ვაკეთებ. pip install და Free Simple GUI. აი ეს. ზუსტად გაიმეორეთ აქ დიდიასო, ეს დიდიასო და ეს ბოლოში 3. ასე ვგედას დიდი უნდა იყოს. ზუსტად ესე დაწერეთ და დააჭერეთ Enter-ს. დაინსტალირდება ჩვენი ბიბლიოთეკა და ნახეთ ეს ყვითელი დაკრაკნილი ხაზები ცოტა ხანში წაიშლება. კარგი. ეხლა უკვე რო გავუშვათ ჩვენი კოდი, ცხადი არაფერს არ იზამს, მაგრამ ერორიც არ გვექნება. კარგი, მოდი აბა გავყვეთ ახლა დოკუმენტაციაში მოცემულ ტუტორიალს, ხო, ახსნას. ესე იგი, ნახეთ, აი აქ ტექსტის, აი ამ ეს ტექსტი იწერება თუ დავწერ text მეთოდს თუ გამოვიყენებ და მაგას გადავცემ ესეთ strings. მაშინ დაიწერებაო ეს პირველ სექციაში რაც გვაქვს. თუ გვინდა რომ მოხმარებელის აი ეს valley დაიბეჭდოს ჩვენს აპლიკაციაში, ეს valley გქონდეს მოკლედ ჩვენს აპლიკაციაში, მაშინ ეს კოდი გვინდაო და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი არის შენახული layout ცვლადში. ეხლა პირველი რეაქცია რაც გექნება, შეიძლება რომ ეს გინდათ რომ დააკოპიროთ და მოდი აბა ჩავაკოპიროთ ჩვენს კოდში და აბა გავუშვებ და რა მოხდება, არც არაფერი არ მოხდა. კარგი, მოდი აბა ვნახოთ რა შეა საქმე. თურმე, აი ესენიც გვჭირდება ჩვენ, რომ კოდი გაეშვას. ნახეთ. აი ამებს დავაკოპირებ ხა მე. და მე ავხსნათ თითოეული რას აკეთებს. და ამას გავუშვებ. და აი გამოისახა ესეთი აპლიკაცია. მშვენიერი. აგერ გვიწერია enter a number. ეს შედეგი როგორ მივიღეთ? აი აქ რომ მიწერია მე enter a number, აი მაგან ხო, ანუ sg წერტილი text enter a number, აი ამ კოდის შედეგია, აი აქ რომ enter a number მიწერია. sg წერტილი input მეთოდის შედეგია, აი აქ რომ ესეთი valley გვაქვს, სადაც რაღაცების ჩაწერა შეგვიძლია და sg წერტილი OK-ის დამსახურებაა, რომ ესეთი OK ღილაკი მაქვს მე აქ. კარგი. ეხლა აქ კიდე ერთი, ხო, აქ რა არის, ნახეთ მნიშვნელოვანი, რა თანმიმდევრობით და როგორაც გეწერებათ აი ეს sg წერტილი text, sg წერტილი input,
იმ თანმიმდევრობით ისეთი დიზაინი ექნება ჩვენს აპლიკაციას. ნახეთ, აი გავთიშავ ახლა მე ამას და მაგალითად აი ამ კოდს ნახეთ, სად დავწერ. ეს ფრჩხილები აუცილებლად გვინდა, ამას არ შეეხოთ. მოდი ესე დავწეროთ. შეგვიძლია ესეც რო გქონდეს. ეს ცვლადი აუცილებლად ლისტის სახით უნდა გქონდეს, ჩვენ ეს დოკუმენტაციაში გვიწერია. სად არის? აი აქ. They are put into a list that represents the entire window. მოგეთ აუცილებლად ლისტის სახით უნდა იყოს. და ნახეთ, მე ამას ახლა ხო, ან ლისტის სახით უნდა იყოს და აი მოდი გაჩვენოთ და მე კიდე ახსნათ. აი ამას ახლა მე დავწერ. ეს მძიმე აღარ მინდა. აი აქ. და ახლა გავუშვებ. აი ნახეთ რა მოხდა. მე ახლა input-ის გვერდზე, რახან მე ჩემს კოდში input-ის გვერდზე დავწერე აი ეს SGOK, ამიტომ ღილაკი უკვე აქ მაქვს. მანამდე ხო აქ იყო. ახლა აქ არის. ანუ თურმე ჩვენ აი ამ ჩვენი აპლიკაციის დიზაინი შეგვიძლია ვაკონტროლოთ, აი ასე, ანუ ჩვენს კოდში რასაც დავწერთ, ის ზუსტად აისახება ჩვენს აპლიკაციაშიც. ძალიან კარგი. მაგრამ ნახეთ, მე მოდი რაღაცას ჩავწერ, მაგალითად enter number, ხო, რიცხვი ჩაწერას გთხოვენ, აი 12 ჩავწერე და დავაჭრე OK-ს. ჩვენი აპლიკაცია გაქრა. რაც ნამდვილად არ იყო ჩვენი მიზანი, ხო? ჩვენ გვინდა რომ რაღაცა გააკეთოს ამ აპლიკაციამ. როგორ შეგვიძლია რომ რაიმე შევასრულებინოთ, ხო? კარგი, ნახეთ, მაგალითად ესეთი რაღაცა გავაკეთოთ ახლა ჩვენ. ხო, პირველ რიგში მოდი ამ სოციზე ვილაპარაკოთ. რაღაცა window მეთოდი გვაქვს თურმე და ამ window მეთოდს გადავეცი აი ესეთი ტექსტი. ჯერ ვნახოთ აი ამის შედეგი რა არის. ეს რო გავუშვათ. აი აგერ წერია ეგ, ზუსტად, ხო? Enter a number example და enter a number example აი აგერ მაქვს, აი აქ. კარგი. და ასევე დოკუმენტაციაშივე ვკითხულობთ ჩვენ, რომ აი ამ window მეთოდს უნდა გადავცემე ჩემი layout-ი. ხო, ანუ აი ეს აუცილებელია, რომ აი ამ window მეთოდს გადავცეთ, რომ აი ეს აპლიკაცია მივიღოთ საბოლოო ჯამში. კარგი. ეხლა აქ გვაქვს კიდევ აი ესეთი ორი ცვლადი, event-ი და values ცვლადი, რომელიც უდრის window.read. ესე ხო? რაღაცა read მეთოდი გვაქვს და ეს read მეთოდი გამოყენებულია აი ამ window ცვლადზე. ეხლა ეს რას აკეთებს? ვნახოთ ჩვენ. მოდი დავწეროთ ამის ქვეშ print event და აბა ვნახოთ რა დაიბეჭდება. print-ი უშუალოდ იმ აპლიკაციაში არაფერს არ დაბეჭდავს. print-ი ჩვენ ვიცით რომ ტერმინალში გვიბეჭდავს რაღაცეებს. იმ აპლიკაციასთან print-ს არანაირი კავშირი არ აქვს. გავუშვებ ახლა მე ამ კოდს და მოდი დავწერ აქ 10-ს ჩავწერ და დავაჭერ OK-ს. და ნახეთ, OK დაიბეჭდა. მე რო print-ი აქ არ მქონდა, მანამდე ჩავწერ მაგალითად 10-იანს და OK-ს რო ვაჭერ, აქ არაფერი არ იბეჭდება. მაგრამ აი print event რო მიწერია და ეხლა ნახეთ 10-იანი და OK-ს რო ვაჭერ, აქ OK იბეჭდება. ანუ ნახეთ, event ცვლადში, აი ამ მეთოდის დამსახურებით, მოკლედ რაღაცა ვინახავთ, რაღაცა ინფორმაციას. event-ში ინახება ის, თუ მოკლედ რომელ ღილაკს დააჭირა მომხმარებელმა. ვინაიდან ჩვენ აქ ვაჭერთ OK ღილაკს, ხო? event ცვლადში აი ეგ ფაქტი არის დამახსოვრებული, რომ ანუ ეს როგორი ამბავია იცით, რომ ანუ event არის ანუ გართულად როგორი ხდომილება არის ალბათ ყველაზე ისეთი თარგმანი სწორად, მაგრამ რა მოხდა, ხო, აი event-ი რაღაცა რომ მოხდება, ხო? აი OK-ს რო დავაჭერ, ანუ ეგ მოხდა და ეს ფაქტი, რომ მომხმარებელმა დააჭირა OK-ს,
თურმე event ცვლადში ინახება. მაგიტო იბეჭდება აქ OK. ანუ OK-ისთვის დაუჭერია მომხმარებელს თითი. მე უფრო დეტალურად ვნახოთ მაგას. და მოდი აბა აქვე დავპრინტოთ print values. აბა ეს რას მოგცემს? ამ value ცვლადში რა შეინახა ჩვენმა read მეთოდმა. გავუშვათ აბა ჩვენი კოდი და დავწეროთ, შევიყვან 10-ს და დავაჭერ OK-ს და ნახეთ. ეს event-ი არის. ხო, რაც მოხდა, ხო, OK-ს რო დავაჭერ. და ნახეთ კიდე ეს არის values და dictionary დაგვიბრუნდა. რაღაცა dictionary. ეს არის მისი key, ანუ გასაღები და ეს არის მისი მნიშვნელობა, აი ამ keys მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია ესეთ ვნახავთ პრინციპში მაგ ამბავს. ნახეთ, აი ამას მიაქცეთ ხა ამ წუთას ყურადღება. ესეთი ლექსიკონი გვაქვს და აი ამ keys მნიშვნელობა არის 10. ეხლა როგორ შეგვიძლია ჩვენ მაგალითად, მოდი ამ წუთას აი ტერმინალში რომ ეს 10-იანი დავბეჭდო მე. აი როგორ შემიძლია ეს გავაკეთო. ნახეთ, ეს თუ ლექსიკონი ყოფილა, აი ეს ლექსიკონი თუ ყოფილა. მე რო აქ დავწერო values, როგორ ხდება ლექსიკონში მნიშვნელობების მოხელთება? აი ესეთი კვადრატული ჭხილები გვინდა და დავწერ null-ს. რატო null-ს? იმიტომ რომ key არის 0. და ამას რო დავწერთ, ჩვენ რა გვიბრუნდება? value. ანუ ეხლა, აი ეს რო დავწერე მე, უნდა დამიბრუნდეს 10-იანი. ანუ უნდა დაიბეჭდოს ტერმინალში, ჩემს ტერმინალში უნდა დაიბეჭდოს უბრალოდ ის, რასაც მომხმარებელი ჩაწერს. აი ნახეთ, მე თუ აქ ჩავწერ 200-ს და მე დავაჭერ OK-ს. აჰა, ეხლა მე უკვე ვიცი. რა event-ი შესრულდა, ანუ OK ღილაკის დაჭერა მოხდა, ბოდოში ცუდი გრამატიკისთვის და ვიცი ის მნიშვნელობა, რაც მომხმარებელმა ჩაწერა აი ამ ველში, ანუ 100 რო ჩაეწერა და OK-ისთვის დაეჭერა, event-ი არის OK და მნიშვნელობა არის 100. აი ამის დამსახურებით ეს ყველაფერი. კარგი. მოდი ახლა ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. მე არ მომწონს ის ფაქტი და დარწმუნებული ვარ არც თქვენ. ის რომ აი რო გავუშვებთ ამ პროგრამას და მე OK-ს რო ვაჭერთ, ჩვენი აპლიკაცია ითიშება. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ამ აპლიკაციამ არ გაითიშოს, აი OK-ს რო დააჭერს, მოდი გვინდოდეს რომ არ გაითიშოს ეს აპლიკაცია. ნახეთ ეგ როგორ შეგვიძლია აი უსასრულოდ მუშაობაზე ყოველთვის ცხადია while loop-ი უნდა გაგახსენდეთ. აი დავწეროთ აქ ესეთი რაღაცა while true. და აი ამ კოდს მე შევიტან შიგნით, მოდი ამასაც შევიტან. და სორწეტილი არ დაგავიწყდეს თქვენც. და ნახეთ, ნუ ეხლა რო გავუშვათ ჩვენ ეს კოდი. და მე OK-ს რო დავაჭერ, ნახეთ პროგრამა უკვე აღარ ითიშება. ეს OK-ები იბეჭდება ჩემს ტერმინალში. თუ რაღაცა მნიშვნელობასაც ჩავწერ, მაშინ აი OK და 100. კარგი, რაღაცა პროგრესი გვაქვს. ეხლა ჩვენ ვიცით რომ რახან while true გვაქვს გამოყენებული. ნუ ოდესღაც და უნდა იმას აქვთ. ეხლა რომ ესე რომ ვთიშავთ ჩვენ ამ პროგრამას, ეს გარკვეულ error-ებს იწვევს. მაგას მე ვნახავთ. მაგრამ უმჯობესი იქნება რომ აქვე გქონდეს ლოგიკა. თუ როდის გვინდა რომ ეს პროგრამა, ეს აპლიკაცია გაითიშოს. ნახეთ, მოდი დავწერ if event udris sg window closed machine break. აი ამ შემთხვევაში გამოდი აი ამ while loop-იდან. ეხლა ეს რა არის? window closed. აი x-ს რო ვაჭერს მომხმარებელი, აი ეგ არის. ნახეთ, გავუშვათ ეს. და ნახეთ x-ს რო დავაჭერ, ჩვეულებრივად გამოვალთ ამ პროგრამიდან. ისედაც გამოვდიოდით, მაგრამ მოდი ახლა გავუშვებ, აი x დავაჭერ და ნახეთ რაღაცა error-ებს აგდებს. როცა ის break-ი არ მაქვს. აი ესეთ error-ებს აგდებს. ეს პრობლემა არის.
ნახავთ მე სად და როგორ იჩენს ეგ პრობლემა თავს. ამიტომ ჯობია რომ კონდეს კონკრეტულად ეს რაღაც ნახეთ if event udres sg წერტილი win id ასოებით ეწერება window უკეთე closed machine break. კარგი. ეს იმისთვის რომ ესეთი ერორი არ მივიღოთ. ეხლა რომ x-ით გავთიშავთ ამ პროგრამას, მოგეთ ერორი არ გვექნება. შვენიერი. მოდი ეხლა კიდე ერთი რაღაცა დავამატოთ ჩვენს კოდს. ნახეთ. ესეთი ღილაკი. მე დოკუმენტაციაში არ ჩავიხედავ ეხლა თვითონ პირდაპირ გეტყვით და მე ჩავიხედოთ. SG button ღილაკი და მოდი ეს ღილაკი იყოს exit. აი ესეთი რაღაცა. აბა გავუშვათ ეხლა ჩვენი კოდი და ვნახოთ, აი exit ღილაკი დაემატა. მოდი გვერდი იყოს. ეს ყველაფერი, აი ესეც აქ იყოს. ამიტომ ამას წავშლი. აქ ეს მძიმეც წავშალოთ და გავუშვათ ეხლა. აჰა, ესეთი რაღაცა გვაქვს, okay და exit. ნუ exit-ს რო ვაჭერ, event-ი, ნახეთ, მითხრა რომ exit event-ი განხორციელდა, exit-ი განხორციელდა. მაგრამ ნახეთ, exit-ი ღილაკი მე მინდა რომ თიშავდეს ამ აპლიკაციას. აი როგორც x-ით, აი ამ x-ით შემიძლია გავთიშო, ისე მინდა რომ exit ღილაკითაც გავთიშო ეს აპლიკაცია. ნახეთ ეგ როგორ შემელია. აქ ხომ იწერია თუ event-ი უდრის ამას, ანუ x თუ დააჭირა მოხმარებელმა, მაშინ გამოდი ლუპიდან და შესაბამისად პროგრამაც დაიხურება. იმიტომ რომ აი ამას წაიკითხავს კოდი ბოლოს, აი Windows-ზე ეთქავს და პროგრამა დაიხურება. აქ უნდა დავწეროთ ეგეთი რაღაცა, რომ თუ event-ი ამას უდრის, მაშინ break-ი an or event უდრის ნახეთ exit მაშინაც break. გავუშვათ. x-ი ვიცით თიშავს. აბა ხა exit-ს დავაჭერ, exit და exit-ის შემთხვევაშიც break-ს დააწყდა ჩვენი კოდი და while loop-დან გამოვიდა, შესაბამისად ეს კოდი წაიკითხა, დაიხურა ჩვენი აპლიკაცია. კარგი. მოდი ახლა გადავიდეთ ცოტა უფრო საინტერესო რამეზე და შევქმნათ ესეთი პროგრამა. ნახეთ, რაიმე დეტალი ხო არ დამრჩა პირველ რიგში, რაც ნუ ეს ახლა 100%-ით ამ წუთას ეს ასაკეთებს, ნუ გასაგებია ხო, ეს სად მიდის, აი აქ, ანუ პირველი არგუმენტი ხო? აი აქ ჩნდება და layout აუცილებლად უნდა გადასცეთ. ეს უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ აი ამ window მეთოდს აუცილებლად ეს layout, ანუ აი ეს უნდა გადასცეთ, რომ რაღაცა ეს დიზაინი მიიღოთ. კარგი. მოდი ახლა გავაკეთოთ ესეთი რამე. გქონდეს desktop აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ეკითხება რამდენი წლის არის და შემდეგ რაღაცა ფანჯარა გამოხდება და ამ ფანჯარაში ვეუბნებით მომხმარებელს შეუძლია თუ არა, ანუ აქვს თუ არა მას კანონით დავუშვათ მანქანის მართვის უფლება. ხო და მოდი გავაკეთოთ, რომ თუ 18 წლის არის ან ზემოთ, მაშინ კონდეს და დავუშვათ ამისი უფლება და დავუშვათ თუ არ არის მაშინ არ კონდეს უფლება, ხო, ეგეთი ფანჯარა გამოვიდეს. კარგი. ხო, ნუ პრინციპში ეს კოდი მთლიანად არ მინდოდა რომ წამეშალა, აი დავტოვებ, მოდი, აი ეს მარტო import ძენადებას დავტოვებ. და მოდი layout-საც. თქო, layout-ში სხვა რაღაცეები დავწეროთ ჩვენ. სხვანაირი layout-ი კონდეს. აი, ავგრიფოთ თავიდან. დავწეროთ ესეთი რაღაცა. SG text და მოდი აქ კონდეს enter your name. და ორ წერტილი.
და გვერდზე გქონდეს sg.input text. ეხლა ეს რას აკეთებს, მაგას ძალიან ცოტა ხანში ჩვენ ვნახავთ. კარგი. ნუ ეს ცხადია, რომ ესე ლისტში უნდა ჩავსვათ ჩვენი ეს კოდები, ხო? ჩვენი მეთოდები. აუცილებლად უნდა იყოს ესეთ ლისტში. ანუ ეხლა ჩვენ აპლიკაციას ჯერ არ გავუშვებ, მაგრამ გვერდ გვექნება ეს რაღაცა ტექსტი, ეს ტექსტი და input text. მოდით შევქმნი window ცვლად sg window როგორც გვეწერა. და აქ მოვიფიქროთ რა დავარქვათ ჩვენს აპლიკაციას, დავუშვათ driving license რაღაც ეგეთი ესეთი სათაური კონდეს, ან უბრალოდ my app, ან რაღაცა my app, რა აქვს მნიშვნელობა. და აი აქ გადავცეთ layout-ი. აი ეს რაც გავაკეთეთ. და გქონდეს, ნუ ეხლა ეს რო გავუშვათ, ჯერჯერობით ვიცით, რომ არ გამოჩნდება ჩვენი აპლიკაცია. აი ეს გვინდა values, window.read და შემდეგ window.close. ესენი აუცილებლად გინდათ, აი ეს event მძიმებელი, ამას ყოველთვის დაწერთ, თუ აი ამ ბიბლიოთეკას გამოიყენებს და window.close-იც ესეც აუცილებლად უნდა გაუკეთოთ, ამას გვასწავლიან დოკუმენტაციაში. აი როგორ ვიყენებთ ამას, ეს ხომ ნახეთ, event-ში რო ინახება, რას დააჭრა მოხმარებელმა და value-ებში ინახება, თორედ რა შემოიტანა აი ამ input text-ში. ხო, ეგეც ვნახეთ და კიდე გავარჩევთ ბევრჯერ. კარგი, მოკლედ, აი ეს ორი ხაზი კოდი გვაკლდა და ეგეც დავამატეთ. და მე რო გავუშვი ეს კოდი, აი ეს მივიღეთ. ჯერჯერობით აი რაც გვიწერია ის არის, ნახეთ, sg.text და მე enter your name, ეს აგერ გვაქვს და sg.input text მეთოდი არის აი აგერ. კარგი. ეხლა მოდი დავამატოთ კიდევ რაიმე. წიმე, ისევ ლისტის ჭხილები გავხსნათ და დავწეროთ sg text select your age. აი ესეთი რაღაცა. და მე გამოვიყენებ ნახეთ რას sg sliders და აქ დავწერ range 1-დან 100-მდე. კარგი, ეხლა ვიცი რომ დაიბენით, გაჩვენებთ აი ეს საიდან ვიცი. მოდი აქ barem მიუთითოთ orientation უდრის age-ს და გაჩვენებთ ეს რა არის და აქ დავწეროთ ზომა ჩვენი სლაიდერის, რამხელა გვინდა რომ სლაიდერი იყოს. დავუშვათ იყოს 35-ზე. კაი, გავუშვათ და ნახოთ აბა რა მოხდა. აჰა, აი ესეთი რაღაცა მივიღეთ, ნახეთ. სლაიდერი, რომელიც შემიძლია ესე აქედან იქით ავატარო, ხო? და ანუ ესე ავირჩევთ ჩვენს ასაკს, აი 28 წლის თუ არა ვიღაცა, ესე აირჩევს მოგეთ მის ასაკს, თავის ასაკს. კარგი. ეს იმიტომ რომ უბრალოდ გვენახა რომ ეგეც შეგვიძლია. ნახეთ, საიდან ვიცით ახლა საიდან ვიცი სლაიდერის შესახებ, ხო? აი ელემენტებში რო გადახვალთ, მე მგონი აქ არის სლაიდერი თუ არ ვცდები, აი სლაიდერი. ნახეთ სლაიდერი. და აი layout, ანუ როგორც მიწერე, ხო, ეს სლაიდერი, ანუ 1-დან 10-მდე თუ დაწერთ, მაშინ გვექნება სლაიდერი 1-დან 10-ით ჩათვლით. და ნახეთ orientation horizontal, ნუ აქ მთლიანად წერია horizontal, მაგრამ შემოკლებით შეგვიძლია დავწეროთ h-ი უბრალოდ და ესეთი ჰორიზონტალური სლაიდერი გვექნება. მაგალითად, თუ დავწერდით აქ, დავუშვათ vertical, მაშინ გვექნებოდა ესეთი ვერტიკალური სლაიდერი. ან შემოკლებით შეგვიძლია დაგვეწერა უბრალოდ v. აი ესე. და ამ შემთხვევაშიც იგივე შედეგს მივიღებდით. ან ხო, horizontal, ან უბრალოდ h.
კარგი. ეს სლაიდები, ხო, ეს რეალურად აი ბიბლიოთეკის გამოყენებით მიყვებით და სწავლობთ აი ამ ფუნქციონალების შესახებ, ხო? აი თუ სხვა რაღაცა გაინტერესებთ, აი რაღაცა აი list box-ი როგორ გააკეთოთ, ანუ აი ესეთი რაღაცა, ხო? სადაც მოხმარებელი აჭერს აი ამებს, ან აგერ ლიფტიც არის, ხო, პატარა ლიფტი არის. აი list box-ი თურმე ეს ეკეთება. ეს კოდები ჩააკოპირეთ ხოლმე, ანუ layout-ი ხო გექნებათ ეს ფლოტი შექმნილი და აი ეს ჩააკოპირეთ მთლიანად თქვენს კოდში, აი მოდი წავიღოთ და მეგონი ეგრე კარგად ისწავლეთ, აი გავუშვებ და ნახოთ აბა, აი ესეთი რაღაცა დაგვემატა. ხო, ესეთი ექსპერიმენტები შეგიძლიათ რომ ჩაატაროთ ხოლმე. კარგი, მოკლედ ჩვენ გვაქვს ესეთი კოდი. კიდე რაღაცა დავამატოთ ამას. კიდე ერთი ესეთი ლისტი შევქნათ. დავწეროთ sg checkbox. ეს იყოს I agree to the terms. აი მოდი გავუშვებ ამას და ნახავთ რაც არის. აი ეს რო გავუშვათ, აი ნახეთ ესეთი მოსაბჭიჭკი სექცია დაემატა ჩვენს აპლიკაციას, სადაც აი მოხმარებელი მოგეთ ამას რომ მონიშნავს, ანუ ეთანხმება რაღაცა გამოყენების პირობითად, ხო, ეს რაღაცები ალბათ შეგხვედრიათ. checkbox მეთოდმა აი ეს ფუნქციონალი მოგცა, ესეთი რაღაც დაგვიმატა და გვერდზე რო ტექსტი მიწერია ფჩხილებში რომ ეს string-ი მაქვს გადაცემული, აი ის აგერ დაიწერა. I agree to the terms. კარგი. ეხლა მოდი ესეთი ორი ღილაკი გქონდეს კიდე. ერთი იყოს sg button submit. რაღაცა გაგზავნა იმისი, უბრალოდ submit დავარქვი, ანუ ეხლა უბრალოდ სახელი შევურჩიე და მე ამ ღილაკს როგორ გამოვიყენებ და რა დანიშნულებით გამოვიყენებ, ეგ უკვე სხვა საკითხი არის. აქ შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენს send დაარქვით და გვექნება აი ეს send ღილაკი აგერ მაგალითად. მოდი დავარქვათ submit და შევქნათ კიდე ერთი ღილაკი მის გვერდზე და ამას კიდე ერთხელ შეგახსენებთ მნიშვნელობა აქვს, ანუ თუ გვერდი გიწერიათ ეს კოდები, აპლიკაციაშიც გვერდი იქნება. თუ ზევით, მაშინ ზევით. კიდე ერთი ბატონი კონდეს და ეს იყოს exit. მოდით აქაც ორ მოხჭყალს გამოვიყენებ, რომ სტილი დაცული იყოს, ერთნაირი სტილში გვეწეროს. და ესეც იყოს დიდი ასობგერდი. გავუშვათ და აი ესეთი რაღაცა მივიღეთ, enter your name. Select age, ხო, სადაც ასაკს ირჩევ და ეს ამბავი და submit და exit. კარგი. მოდი ეს იყოს ჩვენი აპლიკაციის ვიზუალი. ოღონდ, ეხლა ისევ იგივე პრობლემა გვაქვს, რაც წინაზე ქონდა, აი submit-ო დავაჯერეთ, აპლიკაცია ითიშება. ეგ როგორც გახსოვთ, აი ესე მოვაგვარეთ, ხო, while true loop-ში. და უკვე წერა ეს და უკვე როცა ვაჭერთ, დავუშვათ submit აპლიკაცია არ ითიშება. მაგრამ არც არაფერს არ აკეთებს, იმიტომ რომ ჯერ არ იცის. submit-ს დააჭერს, რა უნდა გააკეთოს. არც exit-ს რო აჭერს, ჯერ exit ღილაკიც არ მუშაობს. კარგი. ნუ ესეთ დროს მოკლედ ეს ცუდი არის. ან ნახეთ გვეუბნება კიდევაც, რომ you need to add a check for event udris when closed. ხო? ნუ window closed რაც. მოკლედ ეს გააკეთეთ აუცილებლად, რა ის თორე რაღაც პრობლემებს გამოიწვევს. მოკლედ kill applications დავაჭერ ახლა მე აქ. და დავამატოთ ეგ ფუნქციონალი. If event udris ორი ვერსია გქონდეს, ხო? ერთი sg window closed or event udris exit. ხო, ანუ ჩვენს exit machine break. აი ესეთი რაღაცა გქონდეს ჩვენ აქ. ეხლა რო გავუშვათ, რო დავაჭერთ exit-ს, ჩვენი პროგრამა გაითიშება. ან x რომ დავაჭერთ, მაშინაც უპრობლემოდ, ანუ ხარვეზების გარეშე, ერორების გარეშე გაითიშება. ეს აუცილებელი მოთხოვნა არის, როგორც ამას გვირჩევენ დოკუმენტაციაში. კარგი. ეხლა მოდი გავაკეთოთ ესეთი ფუნქცია, ანუ რა ხდებოდეს იმ შემთხვევაში, თუ event-ი არის submit. აი ამ შემთხვევაში რა ხდებოდეს? მოდი ჯერჯერობით
გავუშვათ, მოდი ჩავწეროთ რაღაცები, ხო? Enter your name, გიგი. ავირჩიოთ ასაკი, ესეც მოვნიშნოთ და დავაჭიროთ აბა submit-ის. ჯერჯერობით არაფერი არ ხდება. მოდი ახლა შევქმნათ ეგ. If event უდრის submit machine აი სახელი ხო შემოგვიყვანა მომხმარებელმა. მაგას name სლოტში დავიმახსოვრებ. და აუნდა მოდი რეალურად სხვა რაღაცის ჩვენება მინდოდა და ამავე აი აქ ნახეთ print statements ჩავამატებ event values და შევხედოთ ეხლა რა ხდება. ჩავწეროთ გიგი, მოვნიშნოთ ასაკი, დავეთანხმოთ, დავაჭეროთ submit და აი ნახეთ ეს არის event-ის სახელი, ანუ submit ღილაკს რომ დავაჭირე, მაგიტო, ანუ აი event-ი დაიბეჭდა და აგერ ჩვენს ტერმინალში. event-ის მნიშვნელობა არის submit. და გვერდზე გვაქვს აი ეს dictionary. ანუ ეს values ცვლადი ყოფილა აი ეს dictionary. ეხლა ჩვენ აქ ვნახეთ key-ები გვაქვს 0, 1 და 2. და თითოეულ key-ს შეესაბამება მნიშვნელობა. გიგი 47, რატო 47? იმიტომ რომ იქ მაქვს არჩეული და true. იმიტომ რომ აი აქ ეს checkbox-ი მაქვს მოფწიჭკული. ესო ცარიელი დამეტოვებინა, ნახეთ, თუ გინდათ ასაკსაც შევცვლი, გავუშვათ და ეხლა ნახეთ რა შედეგი გვაქვს. event-ი არის submit-ი. ეს key-ები იგივე არის, დავალოს იგივე იქნება. და აი ამ key-ის მნიშვნელობა არის გიგი, იმიტომ რომ გიგი მწერია, მეორე key-ის მნიშვნელობა არის 29, იმიტომ რომ ეს მაგამშვილი და მესამე key-ის მნიშვნელობა 2-ია და false, იმიტომ რომ აი აქ checkbox-ი არ მაქვს არჩეული. კარგი, ეხლა მოდი სადღაც მე დავიმახსოვრებ აი ამ გიგის მნიშვნელობას. და მე ჩვენი აპლიკაცია ხო ჩვენმა აპლიკაციამ უნდა უთხრას მომხმარებელს დავუშვათ ესეთი რაღაცა. გიგი შეიძლება მართო ავტომობილი, ნუ თვალია თუ ასაკის კრიტერიუმს თუ დავაკმაყოფილებ, ხო? ან მეორე შემთხვევაში, მოგეთ შენ არ გაქვს უფლება რომ ავტომობილი მართო, ხო? და მაგ შემთხვევაში სახელით უნდა მიმართოს. აი ესეთი პროგრამა გვინდა გავაკეთოთ. მოდი ვნახოთ ახლა ეს როგორ შეგვიძლია. დავწეროთ if event უდრის submits machine აი name ცვლადი შევქმნათ ჩვენ. და მანდ დავიმახსოვროთ აი values ხო იყო dictionary. და პირველი ელემენტი ხო ეს არის მთლიანად. და key არის ეს. ანუ მე რო აქ ჩავწერო 0, ამით მე დავიმახსოვრებ name სლოტში მომხმარებლის სახელს. გაიაზრეთ კარგად ეს ამბავი. ეხლა შევქმნი age ცვლადს და აქ დავწერ values age სად მაქვს? აი ამ key-ს მეშვეობით შემიძლია რომ age-ზე მქონდეს წვდომა, ხო? აქ დავწერ ერთიანს მაშინ. და ეხლა მექნება უკვე მომხმარებლის ასაკი. დამახსოვრებული age ცვლადში. და მოდი შევქმნით agreed უდრის values 2. ხო? კარგი. ანუ აი ეს მნიშვნელობა, ხო? თუ მონიშნა მაშინ agreed იქნება true, თუ არ მონიშნა მაშინ agreed იქნება false. კარგი. ეხლა მოდი აი ესეთი რაღაც ლოგიკა ავაწყოთ. თუ მობწიჭკა აი მაგ შემთხვევაში აგრძელებდეს მოკლედ ჩვენი კოდი მუშაობას და მაგ შემთხვევაში შეატყობინებდეს მომხმარებელს მას აქვს მანქანის უფლება თუ არ აქვს, ხო? მოდი ესეთი რამე დავწეროთ. If not agreed ანუ თუ არ არის ჭეშმარიტი ეს agreed machine ნახეთ sg pop up და დავწეროთ you must agree our terms. ხო, ჩვენ დაეთანხმო ჩვენს რაღაცა პირობებს, ხო, ხა ამ თვითას ეს პირობები არ გვაქვს ჩამოთვლილი. აი ესეთი რაღაცა, მოდი ვნახოთ ახლა ეს რას გვიკეთებს, მაგალითად
ხო, ერთი წუთი ჯერჯერობით ეს. მაგრამ აი აქ დავამატოთ continue, ხო? მოკლედ თუ ეს false-ია, ანუ თუ მომხმარებელმა ეს არ მონიშნა, მაშინ ეს continue რა, მაშინ შესრულდება ეს, ანუ აი ამ შეტყობინებას ამოუგდებს მომხმარებელს და continue კოდსაც წაიკითხავს Python-ი, რაც იწვევს continue while loop-ში და აბრუნებს ყველაფერს ისევ თავიდან გაეშვება ყველაფერი. მოდი აბა ვნახოთ. გავუშვათ. ჩავწეროთ ეს ასაკი და მოდი არ მოვნიშნავ და დავაჭერ submit. და ნახეთ, აი ესეთი პანჯარა გამოხდა. You must agree our terms. Okay. და ისევ თავიდან თხოვს შევიყო მონაცემები, ხო? დავაჭერ ამას, მაგალითად, და დავაწვევი მე submit. ეხლა უკვე ეს პანჯარა აღარ გამოჩნდა. ხო? კარგი. ეხლა ერთი პატარა დეტალიც გვაკლია და პრინციპში მზად არის ყველაფერი. მოდი შევქმნათ message ცვლადი და ეს იყოს მოდით ესეთნაირად გავაკეთოთ. მოკლედ თუ submit-ს დააჭირა, მაგ შემთხვევაში if age on this age მოდი int-ად გადავაქციოთ თან. ხო? ანუ ეს values ერთი ხო აბრუნებს ამას. მოდი ჩვენ გადავაქციოთ integer-ად, პრინციპში არ მახსოვს. მოდი ვნახოთ print type. მე მგონი integer-ი უნდა იყოს ხა აქ, რასაც ხო, პრინციპში integer-ად გადავაქციოთ, იმიტომ რომ ხო integer-ია ნამდვილად, უბრალოდ გადავაქციოთ, იმიტომ რომ ეს 0 მოშორდეს. მოდი აი ამიტომ გადავაქციოთ, თორე ეს ნამდვილად integer-ია, მაგრამ მაინც დავწუნდეთ თუ გინდა. მე 28 ხაზზე ხო ეს არ დაგვესრულებია და მაგიტო ამოგვიგდო ერორი. დავწეროთ gigi, დავუშვათ ესეთი რამე, submit, ხო, მოვნიშნოთ submit და class float, ხო, ანუ string-ი არ არის ნამდვილად, ნუ ეს აქედანაც პრინციპში ჩანდა. მაგრამ ინტეჯერებში გადავაქციოთ, რომ უფრო ლამაზ ეს წერტილი 0 მოშორდეს. აი მაგასში დაგვეხმარება ეგ. კარგი. და დავწეროთ if age დავუშვათ ნაკლებია 18-ზე message უდრის message იყოს ესეთი რაღაცა. დავუშვათ you ხო სახელით მიმართოთ მოდი name ეს ხო ვიცით აგერ აი აქედან აი ეს name you are not eligible to drive yet. ხო ჯერჯერობით არ გაქვს ტარების უფლება. და დავწეროთ elif age მეტია ან ტოლია 18-ზე. მაშინ message იყოს ეს ოღონდ ოდნავ განსხვავებულად, ხო? მაშინ შენ ხარ. მაშინ შეგიძლია რომ ატარო მანქანა. და შემდეგ დავწეროთ ესეთი რამე sg.pop-up და ამას გადავცეთ message ცვლადი. აი ეს. აბა მოდი გავუშვათ. სახელი gigi, მოდი ესე ჩავწერ. ასაკი დავუშვათ ეს. ვეთანხმები გამოყენების პირობებს, submit და supported between instance of ხო, ერთი წუთი აბა რა შეგვეშალა. ხო, ეს print და type და რაღაცები არ გვინდა. აი ეს. ხო, ნუ int-ად
მაგრამ დიდი აზრიც არ აქვს პრინციპში. ხა, იმიტომ რომ აქ რო ვუბეჭდავდეთ და ვაჩვენებდეთ, მაგ შემთხვევაში უფრო ექნებოდა. კარგი, ესე გავუშვათ. გიგი რაღაცა ასაკი, submit და აი ესეთი ტექსტი გამოვიდა. გიგი, you are eligible to drive, you are not, ხო, მეგონი ეგეც შეგვეშალა, ხო? You are eligible to drive, yet არასწორია. You are eligible to drive. ანუ შეგიძლია ატარო, ხო, თუ დაჭერდა, ხო? ანუ თარგმანი არ გამოდიოდა ლამაზი. კარგი, მოგეთ, ჩვენი პროგრამა მუშაობს. ну ერთი კიდე რა შეგვიძლია, ხო? ეს აქ დავწეროთ წერტილი capitalize, რომ პირველი ასო დიდი იყოს და ეს იყოს პატარა ასო. რა, აქაც capitalize გამოვიყენოთ. და ეს ჯობია რომ პატარა ასოთი იყოს. გავუშვათ, დავუშვათ, აი პატარა ასოთი შევიყვან. მე ჩემს სახელს ასაკი, ეგრე submit და ნახეთ, აი გამიდიდა ჩემს შეყვანილი სახელი, ხო? Kiki, you are eligible to drive. შევიყვან ახლა პატარა ასაკს. ამას მოვნიშნავ. გავუშვებ და ახლა მეტყვის რომ არ ჯერჯერობით არ შემიძლია, არ მაქვს უფლება რომ ვატარო ავტომობილი. კარგი. აი ეს ვიცოდეთ, მოდი ჯერჯერობით და შემდეგში გავაკეთოთ მე გავაკეთოთ კალკულატორის აპლიკაცია. ჯერჯერობით აი ეს ყველაფერი თქვენს გაიმეორეთ კომპიუტერში. შეეცადეთ მე რომ დამოუკიდებლად შექმნათ ეს პროგრამა და რაღაცებში წაივარჯიშოთ, რაღაც ექსპერიმენტები ჩაატაროთ, პლუს დოკუმენტაციაში შეიხედეთ, დატესტეთ სხვა რაღაცები. ეხლა ცხადია რომ აქ ყველაფერი ზეპირად მეც არ მახსოვს და არც არავის არ ახსოვს ეს. არც თქვენ არ უნდა გახსოვდეთ. აი, იმიტომ რომ აგერ გვაქვს დოკუმენტაცია და თან ძალიან კარგად დაწერილი დოკუმენტაცია, ხო? თავისი, ნახეთ, კოდები გვაქვს მოცემული. და ფოტო. ვიდეო, ხო, რაღაც GIF-ი თუ GIF-ი, ხო? რაც ძალიან კარგი არის. ყველა დოკუმენტაცია ესე ცხადად და ნათლად დაწერილი არ არის. აი მაგალითად სხვა რაღაცები შეგიძლია, აი progress bar-ი როგორ შეიძლება რომ კონდეს. აი ესეთი. აი გვაჩვენებენ როგორ მუშაობს. ან მაგალითად ხო, რაღაც ცხრილები, აი ესეთი. აი თურმე ეს კოდი უნდა გავუშვათ და დააგვირდით, აი აქ რომ ცარიელია, ნახეთ, აი პირველ სვეტში აქ ცარიელია. ABC რო წერია, აგერ არის ABC. def ეს აგერ არის. და ასე შემდეგ, ხო? კარგი. ეხლა პრინციპში ამით დავასრულოთ ჩვენ. გირჩევთ მაინც რომ აქ შეხვიდეთ, რაღაც ექსპერიმენტები ჩაატაროთ, აი ნახოთ მაგალითად არ ვიცი. ну აქ ჩამოთვლილი არის პროცლად ყველაფერი. რა შეიძლება რომ დატესტოთ. პრინციპში რაც გაგიხარდება, აი რადიო ბატონები, ნახეთ ეს როგორი ვის არის, აი ესეთი. ანუ წიჭკა არა, რადიო ბატონები ქვია ამას. აი HTML-ი თუ იცით ცოტაოდენი, იქაც შეგხვდებოდათ ფრონტ. კარგი. მოგეთ დავასრულოთ ამითი. ამ ბიბლიოთეკაში შეიხედეთ, ექსპერიმენტები ჩაატარეთ, რაღაცეებს ისწავლით, რაღაცეები შეგეშლებათ, ერორებზე გახვალთ, მაგრამ არ აუშავს. და მეორე ნაწილში გავაკეთოთ კალკულატორის აპლიკაცია Free Simple GUI-ის დახმარებით. მადლობა ყურადღებისთვის.